მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა, ხო? კვირის პროგნოზი, ვნახოთ რა გველოდება ჩვენ. რა ენერგიებში ვართ ეხლა, რა ენერგიებში უნდა შევიდეთ. და რა თქმა უნდა, ჩვენი ჩვეულებრივად, როგორც ვიცით ხოლმე, კარიერა, ბიზნესი, ვის რა გაქვთ, ვნახოთ, განვიხილოთ ფინანსები და ურთიერთობა, ხო? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვნახოთ ეხლა ვისთვის იქნება გაშლა, ჩემი მაყურებლებისთვის, ვინც არის სულ ჩემთან, ვიცი დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის თქვენი გაშლა უეჭველი, ვინც პირველად შემოგვერდა, შეიძლება თქვენც რეზონირდებათ, ხო? და ვნახოთ, აბა. ვნახოთ, რა ენერგიებში ხართ ეხლა. შემდეგ, რა თქმა უნდა, ვნახოთ ჩვენ რა ენერგიებში იქნებით, ანუ რა შემოდის, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ყველაფერი ეს განვიხილოთ ჩვენ. ნახოთ. так, და შემდეგ, რა თქმა უნდა, დავიწყოთ. ესე იგი, ჩვენ რა ენერგიები შემოდის, რაც ეხება თქვენ საქმიანობას, მოდით ასე დავარქვათ, ხო? რას ეხება თქვენ საქმიანობას. შეიძლება სწავლა იყოს, შეიძლება ზოგისთვის იყოს სამსახური, ფინანსები განვიხილოთ, ფინანსური მდგომარეობა თქვენი, როგორი იქნება, რა ენერგიები იქნება, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხო? ნახოთ. და რა თქმა უნდა, ვნახოთ ეხლა ჩვენ ურთიერთობა, ხო? დიდი ხანი არ ამიღია ეს დასთა და დღეს რაღაც მოითხოვა, ვნახოთ რას გვეტყვის ჩვენ, რა გელოდება თქვენ ურთიერთობაში. მომდევნო კვირის განმავლობაში, მზად ვართ ჩვენ. აბა ვისთვის იქნება ეს გაშლა? ჩემო სიხარულებო, ეს გაშლა იქნება პირველ რიგში. ნახეთ ვისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხლა იჭერს როგორ პოზიციას, იცით? მე არჩევანი გავაკეთე, რომ ყველაფერი, რაც არ უნდა მიდგეს წინ, მე მაინც ყველაფერს გავუმკლავდები, მე გავიმარჯვებ. ეს რას ნიშნავს? იცით, რომ შეიძლება თქვენ გქონდათ რამე აი ესეთი შინაგანი ბრძოლა, შეიძლება ფიქრობდეთ, რომ აი როგორ რა გავაკეთო, შეიძლება ბევრი არჩევანის წინ იდექით. ანუ ნახეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაცია, უეჭველი ეხლა, ვინც ჩემთან დიდი ხანია ხარ, თქვენ იცით ეხლა და ხვდებით, რაზეც ვსაუბრობ ეხლა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რა არჩევანს გავაკეთებთ. ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ ყოველ დღე აბსოლუტურად და ყოველ წუთს და ყოველ წამს. დავლიო წყალი თუ არ დავლიო წყალი, დავლიო ყავა თუ არ დავლიო ყავა, ხო? ავდგე თუ ვიჯდე და ასე შემდეგ. ეხლა ეს ბანალური გითხარით, ხო? მაგრამ აი აქ თქვენ გქონდათ რაღაცა ეტყობა წინსვლაზე, ხო? შინაგანი ბრძოლა, იმიტომ რომ გაქვთ თქვენ რაღაცა გამარჯვებები ყველა ვარიანტში უკვე ბევრი რამ გაქვთ გამოვლილი, მაგრამ შეიძლება დადეკეთ იმის წინაზე, რომ რაღაც ახალი შეიძლება მოგივიდათ, даже იდეებიც არ გამოვრიცხავ. შეიძლება თქვენ მერყეობდეთ, მჭირდება, არ მჭირდება, რას მომიტანს, მივიღო თუ არ მივიღო, ეხლა ეს თქვა გადაწყვეტილება, აი რაღაც ეგეთი მომენტები, მაგრამ შეიძლება სამსახურზეც სხვათა შორის თქვენ გქონდათ რაღაცა ესეთი ეჭვი, რომ ანუ რა გავაკეთო, ხო? ანუ რა კიდე საიდან შემიძლია მოვიპოვო მე თქვა დავუშვოთ თანხები, ეგაც შეიძლება იყოს რა, იმიტომ რომ ნახეთ, პლუს კიდე აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა გეტყვით ეხლა მე თქვენ. აი ეს როგორი სიტუაცია, აქ ადამიანმა გოგოებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მე მინდა გავხსნე ჩემი იმპერატრიცა. რას ნიშნავს იმპერატრიცა? ნახეთ. ან დაუშვოთ ახლა ბიჭებსაც კი შეიძლება გქონდეთ ეს მომენტები, რომ თქვა გავხსნეთ ჩვენი ენერგია სიუხვეს, ხო, მაგ შემთხვევაში, მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. მე მაინც არ დავიღლები იმ ლაპარაკეთ, რომ მაქსიმალურად აი ასეთი გოგოებისთვის, მე გოგოებთან უფრო ძირითადად მუშაობ, ხო?
ნახეთ როგორი რანაირი ადამიანი, ფულიც მინდა, სიუხვეც მინდა, ვიცი რომ რაღაცა უნდა მაგისტრის გავაკეთო, იმიტომ რომ მე მინდა ვიყო სრულყოფილი იმპერატრიცა, ქალი, რომელსაც ყველაფერი აქვს, ყველა სფეროში. შეიძლება თქვენ ეხლა კიდე ჯერჯერობით მერყეობთ. ეხლა ნახეთ, მე ჩავატარე ვებინარი, ხო, შეხვედრა მქონდა, ღია შეხვედრა. რამდენიმე გაშლა გავაკეთე იმაზე, ქალს როგორ შეუძლია მოიპოვოს თავისი სიუხვე, ხო? ყველა სფეროში აბსოლუტურად. გითხარით, რომ მაგას ვაკეთებ დონატის სახით, ანუ გულით გადახდა, ანუ რამდენიც შემიძლია, რამდენიც მინდა თქვათ, რომ გადავიხადო. არ მაქვს ეგეთი თქვათ, ეხლა განსაზღვრები, ხო, რაღაც, თქვათ, აი არა, ამდენი თქვათ, უნდა, არა. სპეციალურად იმით მოგეცეთ საშუალება იმისთვის, რომ თქვენ აი ამ მდგომარეობაში მისულიყავით. რატომ? ნახეთ, მიყურებთ წლები, ხო? ხედავთ ჩემ ცხოვრებასაც უყურებთ. სულ მაგას გეუბნებით, რომ მე ქალი ვარ, რომელიც თავის თავს თვითონ ქმნის. მე არ ამყავს მილიონერი ქმარი, მამა, ძმა, ღმერთმა მაქნას, რომ ჩემი ძმას და ჩემი შვილიც გახდეს მილიონერები და მაგრამ ვქმნით თვითონ, ამიტომ ეს იგი რაღაცა ცოდნა კიდე, მაქვს, ხო? მინდა ეს გაგიზიაროთ. ეხლა იყო კომენტარი და ვაფშე მადლობა, რომ კომენტარებსაც წერთ და ხართ ჩემთან. ისეთი, რომ აი ხა საქართველოში არის სიტუაცია, როცა არაფერი ფულის შოვნის საშუალება არ არის, ხალხი მიდის და მე რო ვთქვი, რომ აი ურთიერთობაზე უფრო უყურებენ გაშლას, ვიდრე თქვათ ფინანსებზე, რატომ და აი ასეთი ახსნა იყო, რომ ურთიერთობაში მაინც მოვიპოვო რამე, არა იქნება ეგრეთ შემოსიხარულებო, არა. ეხლა სიტუაცია შეიცვალა, ვიბრაციები შეიცვალა, არავის არ ჭირდება ურესურსო, არც ქალი და არც კაცი. იმიტომ რომ როცა არიან ორი ადამიანი, რომელიც არიან ურესურსები, ჯერ ესეთი ჩვენ მოვდივართ ორივე ჩვენს პროგრამებზე, მე ფული არ მაქვს, იმას არა აქვს, შემოვედი და რა ვქნა რამენაირად ერთმანეთის თავი გავიტანოთ. ეს არის აბსურდი. ეხლა სულ შეცვლილია ენერგიები, სულ, იმიტომ რომ ეხლა უკვე ქალებიც ნახეთ, რამდენი წარმატებული ქალი არის საქართველოში. მე მკითხეთ, მე მუშაობ საქართველოში უკვე 5 წელი და მე ვიცი რა გოგოები მოდიან ჩემთან რა და რა მაგარი გოგოები არის და აი არც იმათ არ აყავთ მილიონერები, არც ქმრები და არც მამები და არც ძმები, თვითონ არიან ესეთი მაგრები და თან საქართველოში ქმნიან ბიზნესებს რა და შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ჰარმონიაში იმ შემთხვევაში იქნები შენ თუ გაქვს სამივე სფერო, ეს მოწესრიგებული პლუს კიდე აქ ემატება ჯამრთელობა მერე როგორც ბონუსი, ხო ხვდებით რა? იმიტომ რომ ქალის ენერგია არის მთავარი იყოს მოწესრიგებული. უნდა იგრძნო თავი აი ასეთი მდიდარ ქალად და იმისათვის რომ იგრძნო რაღაცა უნდა გააკეთო, ხო? და გააკეთო არა იმით რომ შენ რაღაცა იბრძოლო, ხო? უნდა შეხვედე ამ მდგომარეობაში, ამ ენერგიაში, უნდა შეხვედე და როგორ მე შემიძლია გასწავლოთ, როგორ მოგივიდეს ფულიც იოლად, როგორ იოლად და მარტივად და არა ეს არ არის აქ რაღაცა ქალთან მოდის ენერგიაზე ფული, ენერგიაზე ურთიერთობა, შენ თუ ხარ ჯანსაღად, შენ თუ ხარ ჰარმონიაში შენს თავთან და არა ხარ არეული, შენთან ყველაფერი შემოდის და მე ძალიან მიკვირს, რომ ასეთ შესაძლებლობას ვაძლევ, თუნდაც აი გეუბნები სულ მიზერულად რომ გადაიხადოთ, იმიტომ რომ მიმოცვლა უნდა იყოს რა აუცილებლად, როცა შენ მიდიხარ მაღაზიაში და რაც არ უნდა იყოს, პურიც რო იყიდო, შენ უნდა გასცე რაღაცა, ეს ასე არის სამყარო შექმნილი. შედი და გაიგე იქნება და ხო არ გეუბნები რომ გადაიხადე 1000 ლარი და თქვა დაუშვ მე თქვა რომ ვერაფერი ვერ გავიგე, ვერაფერი ვერ მივიღე, რაღაცა ფული გადავყარე. რაც შენს გულით გინდა და შემოდი და გააკეთე იქ ახლა გაატარე ჩემს სივრცეში 10 დღე, გაიგე, გამოგადგება, გამოიყენებ, არ გამოგადგება, მაინც ესეც არის კარგი, რომ შენ რაღაცას გაიგებს სხვას, განახლებულს და ამიტომ მე მაგალითად აი სულ ყოველთვის სარგებლობ ეგეთი შეტავაზებით და სულ სწავლობ, სულ უყურებ, აი იმას როგორ აქვს, ამას როგორ აქვს, ეს რა ენერგიებში არის, როგორ შეიძლება მეც შევიდე ამ ენერგიაში, რომ მეც მქონდეს უფრო კარგი სიტუაციები და კარგი, თქვათ, კარგი ცხოვრება, ხო? ეს შესაძლებელია. ისარგებლეთ,
ნუ რა თქმა უნდა თუ გინდათ და თქვენ მარტო თუ იჯდებით იმით რომ რატომ დამერეკა არ დამერეკა ხელფასი არ გადამიხადეს ასქენი და წუწუნი და ეგეთი რაღაცა არ გამოგივათ არაფერი ჩემო სიხარულებო არა კაცი არ არის იმისათვის რომ თქვენ შეგიქმნას მაგარი ცხოვრება ისიც ადამიანი არის და იმასაც უნდა რესურსიანი ქალი იმასაც უნდა ქალი რომელსაც რაღაცა უნდა და არა მხოლოდ შვილების გაჩენა და ბორშების კეთება ეს უკვე წავიდა ეს პერიოდი, ეს უკვე აღარ მუშაობს, თუ სადმე ღრმა სოფლებში, რა ვიცი მე ახლა მთაში შეიძლება კიდე ეს მუშაობს, მაგრამ თქვენ არ ცხოვრობთ იქ ყველა, ხო? უმრავლესობა ცხოვრობთ თქვენ ახლა ევროპაში. გინდათ ევროპულ კაცებთან ურთიერთობა, ხო? ბევრს ახლა ვინც ჩემთან მოდის ყოველ შემთხვევაში. არ გამოგივათ თუ თქვენ არ შეიცვლებით შინაგანად თქვენ თვითონ და თუ თქვენ დაელოდებით იმას რომ როდის შეიცვლება ის კაცი არ შეიცვლება ის კაცი სანამ შენ არ შეიცვლები ის მოვიდა დაგეხმაროს მიიღებ არ მიიღებ და ნუ მიიღებ და მე ნუ წუწუნებ რა არის 1000 ხერხი 1000 საშუალება რაღაცა ქენი რა რაღაცა გააკეთე შენს რომ შენ ცხოვრებაზე აიღეს პასუხისმგებლობა ნუზი ხარ აი აქ ხა იმპერატრიცა არ ზის ფასიურ ენერგიაში იცის მაგან რომ იმისათვის რომ მე გავხდე იმპერატრიცა მე უნდა რაღაცა გავაკეთო მარტო ოცნებები არ არის ხა ოცნებებს უნდა რეალიზება თუნდაც ელემენტარული რომ ისწავლო როგორ უნდა გააკეთო მედიტაცია ელემენტარული მედიტაცია მაინც გავაკეთო გამიგეთ აი ეს არის და აქ მომწონს ეს პოზიცია რომ აქ არიან ესეთი ადამიანები ვისაც ნამდვილად უნდა რომ მაგათი ცხოვრება გაუმჯობესდეს და ელოდებიან აი იღებენ ამ შანსს მე მიხარია და გაიმარჯვებენ კიდევაც და იციან რომ მათი ცხოვრება შეიცვლება და მოვა ეს ახალი აი სული გაიხარებს ნახეთ სული გაიხარებს იმიტომ რომ მივხვდი რომ მე მინდა ეს ბედნიერება მე მინდა ეს სიუხვე და უნდა გავიგო როგორ თუ არ ვიცი გადაწყვეტილება მიღებული აქვს ახალი ცხოვრების გზაზე წასვლაზე იმიტომ რომ ის რაც მე მტკენდა გულს ის რაც უკვე ანუ აქ მიდის სიტუაცია იმიტომ რომ დიდი ხანი შეიძლება თქვენ იჯეკეთ მდგომარეობაში აი აქ არ ვიცი ხა თუ ხართ ეგეთი და თქვენ რეზონირდებათ ახლა ეს გენაცვალოთ ჩემი თავი რა გენაცვალოთ ჩემი თავი, იმიტომ რომ აქ ადამიანი იყო ამდენი ხანი, აი ასეთ მდგომარეობაში ფული არა, ჩემი ეს პირადი საქმე რა არის, არ ვიცი, ჩემი დანიშნულება არ ვიცი, მარტო ნერვიულობა, მარტო რაღაცა უბედურება და აი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მე მინდა ვისწავლო, მე მინდა გავიგო, მე ვაფშე რა ხდება ჩემს თავს და აქ ადამიანს ნახეთ რამხელა წინსვლა ელოდება, შეხედეთ რა. აქ ადამიანი ეძებს და ვინც ეძებს ის ყოველთვის იპოვის, აბსოლუტურად. ბევრი კითხვები გაქვთ თქვენ მამაკაცთან დაკავშირებით, ბევრი რაღაცა გაიარეთ თქვენ, ბევრი ტკივილები გაიარეთ, ბევრი ნახეთ რამხელა რაღაცები გაიარეთ თქვენ აქ რა. მაგრამ ახალი ცხოვრება გწყურია და გინდათ. მე მოგესალმებით თქვენ, აი ვინც ახლა მითხრეს რომ დაწერეთ თუ შეიძლება რომ აი გთხოვთ უფრო სწორედ რომ აი მე ვარ ეს, ჩემი იყო ეს სიგნიფიკაცია დღევანდელი და აი ჩემგან თქვენ რესპექტი რომ თქვენ ეს გაიარეთ და გადაწყვეტილება მიიღეთ რომ მინდა უფრო კარგი ცხოვრება ვიდრე მაქვს. აი დაწერეთ ეს. თუ არ იცოდეთ არაფერი თქვენ ახლა ტრენინგის შესახებ ხო აქ ვიღაცა თქვა შეიძლება გინდათ მაგრამ არ იცოდეთ ვიდეოს ქვეშ არის ლინკი ჩემი დამხმარე ჯგუფის მიწერეთ და გადაგაკვალიანებენ ჩვენ სულ მალე ვიწყებთ ამ ტრენინგს. ნახოთ რა ენერგიებში შედიხართ. აი ნახოთ რა ენერგიებში შედიხართ ცოტა ესე დავმალა. აი შეხედეთ თქვენ ნამდვილად გამოდიხართ იმენ აი ასე დაფარავ რა მაინც ცოტა ისე YouTube-ს არ უყვარს ეგეთი რამე. გამოდიხარ თქვენ აი ზუსტად იმ ბლოკებიდან, იმ პრობლემებიდან, იმ სიტუაციებიდან, რა სიტუაციებიც თქვენ გაწუხებთ და კითხვებს პოულობთ პასუხებს, რომელიც თქვენ გაინტერესებდათ. შედიხართ სულ სხვა ენერგიებში. აქ ახლა ნამდვილად რაღაცას თქვენ აკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ აქ რაღაცა შეიგიცვალოთ ცხოვრებაში, უეჭველე. აი დღევანდელი
გაშლა იქნება ასეთი ადამიანებისთვის. ნახოთ, თუ არა ხარ თქვენ ეს და არ გაინტერესებს არც თქვენი ზრდა და არც თქვენი განვითარება და არც თქვენი დილდღეობა, თქვენი გაშლა ეს არ იქნება ჩემო ლამაზებო. შეგიძლიათ ნახოთ ბიჭიკოებზე გაშლები. ჩემთან არ არის ეგეთი გაშლები. სამსახური. აი შეხედეთ თქვენ, აი შეხედეთ უბრალოდ. შეხედეთ რა ხდება. რაზეც შენ უარს ამბობდი, ხო? შეიძლება ნახეთ, აი დაუშვათ ახლა, აქ რამხელა წინსვლა, აქ რამხელა თქვენი აღიარება. ნახეთ, შეიძლება ბევრი დაბრყოლება გქონდათ თქვენ, მაგრამ მაინც თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ და ძალიან იქნებით ბედნიერი. კიდე ნახეთ რა ხდება. ვისაც გაქვთ თქვენ ახლა სიტუაცია და კარგად მომისმინეთ ის სიტუაცია, რომ შენ დაუშვათ გინდოდა სამსახური, ხო? და სამსახური თქვათ არ შესრულდა. ნახეთ, ეს არის რატო არის კარგი, მე ეს გამოცდილება მაქვს და გეუბნებით. ზოგჯერ არის სიტუაცია, როცა თქვათ დაუშვათ ახლა შენ სამსახურიდან განთავისუფლებენ. და ამ დროს შენ თქვათ, ხო, ჯერ კიდე მეორე მოდის ახლა ეს ინფორმაცია. სამსახურიდან განთავისუფლებენ და შენ მაგაზე ნერვიულობ და ფიქრობ, რომ რა ვქნა, ამდენი ვალდებულებები, ამდენი რაღაცა, რა გავაკეთო. ამ დროს გაქვს შენ კიდე რაღაცა ისეთი საქმე, რომელიც შენ მართლა მოგწონს და არ აძლევდი მაგას, არ დროს, ან საშუალებას, ან რაღაცას. აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად თუ გარისკეთ, ყველა ვარიანტში გახდებით ძალიან წინსვლა გექნება ძალიან დიდი რა. იმიტომ რომ ვარსკვლავი როცა გამოუჩდი, როცა ჩან ვარ, როცა მხედავენ, როცა მისმენენ, აქ შეიძლება თქვენ და არც გისმენ და შეიძლება თქვენ დაუშვოთ გქონდათ რამე ისეთი თქვათ წინადადება, რომელიდაც თქვენ მიხვედით თქვენს თქვათ უფროსთან და გითხრათ, რომ არა, ან გეუბნებოდეთ დაუშვოთ, ხო? რამე თქვათ პროექტის იდეები, რაღაცები და უარს გეუბნებოდნენ. აი ამ კვირაში თქვენ ძალიან კმაყოფილი დარჩებით, იმიტომ რომ აქ შეიძლება თქვენ თვითონ გახვალთ ამ იდეით, თქვათ ინტერნეტში თუნდაც, ხო ხვდებით რა. კიდე თუ დაუშვათ ახლა თქვენ არ გისმენდით, ხო? გისმენდათ ვიღაცა, თუ გაუშვათ ახლა თქვენს აზრს ვიღაცა არ იზიარებდა, ყველა ვარიანტში აი აქ ექნებით კმაყოფილი რა. ანუ კიდე თუ გეშინოდეთ თქვენ დაუშვათ გასვათ თქვენი თქვათ საქმიანობით ინტერნეტში. ესეც იქნება. აქ არის ნახეთ აღიარება. აქ არის თქვენი კიდე ისეთი სურვილის ასრულება, რომელსაც თქვენ დაუშვათ ახლა ფიქრობდით, რომ არ იქნება, შეიძლება უარიც გითხრეს, გამიგეთ ახლა ვისიც არის ეს ინფორმაცია, კი მივხვდებით თქვენ რასაც გულისხმობ მე. ყოველ შემთხვევაში, თუ რაღაცაზე თქვენ ახლა ბრძოლობდით, თუ რაღაცა თქვენ თქვათ გინდოდათ, ხო? ანუ ეს იქნება სურვილი აგისრულდებათ აუცილებლად რა. ბევრისთვის იქნება, აი ეს კიდე როგორი კვირა შეიძლება თქვენ იპოვით თქვენს პირად დანიშნულებას. თქვენს ნიჭს გახსნით, რომელიც თქვათ, შეიძლება თქვენ არ გჯეროდეთ, მაგრამ შეიძლება დაიჭერთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა შენ პოულობ შენს დანიშნულებას, რისთვის მოვედი, ხო? ნიჭი, ჩემი ნიჭი, რომ მე კიდე უფრო გამოვამჟღავნო, ხო? მე კიდე უფრო ვანახო ხალხს ჩემი ეს ნიჭი. ძალიან კმაყოფილი უნდა იყოთ. ანუ აქ როგორი თემა იცით, რაზეც მე არ მჯეროდა, შეიძლება აი ზუსტად ეს ამისრულდეს, ხო? ძალიან კიდე თქვენი აღიარება იქნება, ხო? შეიძლება კიდე ნახეთ, აი თუ დაუშვათ კიდე რამეზე უარი გითხრეს, იცოდეთ რომ თქვენ ეს იქნება თქვენთვის სასარგებლოდ. უეჭველი იქნება სასარგებლოდ. კი. აქ თქვენ ნახეთ, რაღაცა ისეთ სტადიაში მიდიხართ, რომ გეუბნებით, რომ რაღაცა ისეთი ნიჭი გაგეხსნებათ კიდე, რომელიც თქვენ მერე მოგიტანს ძალიან დიდ ფულს. ან ვიღაცა შეიძლება დაინახოს თქვენი
აი თქვათ, აი ნახეთ даже თუნდაც აი ბანალურად ავიღოთ ხო, გოგო ხედავთ თქვენ რომ ანუ აკეთებს რაღაცა ყავას ხო, იმისათვის რომ აი აქ ეს უზორი რომ გააკეთოს ხო, ნახეთ წარმოიდგინეთ რამდენი დრო სჭირდება და მოთმინება. მიდი აბა გააკეთე თუ არა ხარ პროფესიონალი, აი ყავაზე აი ესეთი უზორები აგოგოს რომ ეს რამხელა მოთმინება. და აი ზუსტად ეს შენ რომ მოითმინე, შენ რომ თქვათ ფიქრობდი თუნდაც იმ საქმეზე, რომელიც შენ მოგწონს, სიამოვნებს, ხო? აი აქ აუცილებლად იქნება შენი აღიარება და კარგი ანაზღაურება. მოითმინე, ხო? მოითმინე. თან კიდე მეორე აკეთებდი დიდი ხანი რაღაცას, ის სიამოვნებას გაძლევდა, აქ იქნება დასტაბილურება, აღიარება, ვიღაცა შეგამჩნევს. ან შენ თვითონ მიხვდები, რომ აი ტყვილა არ დამიხარჯა დრო იმაზე, რასაც მე ვაკეთებდი. აი ეხლა მიხვდი, რომ ჩემი ოცნება ასრულდება. აი ესეთი ისე მომწონს ეს სოთაშორის არკანი, იმენა ზუსტად როგორც ჩემი სახლიდან იქნება ხედი, ხო და იქნება მტკვარი. აი არის უკვე რა იქნება არის უკვე და რო უყურებ ხოლმე ის სიამოვნებს რა ხო ხედავთ რა ანუ აქ არის თქვენი აღიარება თქვენი სტაბილურობა იმიტომ რომ თქვენ დრო ტყვილა არ დაგიკარგავთ აქ თქვენ დაგინახავენ და აქ თქვენ შეგაფასებენ ძალიან მაქსიმალურად და აი ეს თქვენი უძილო ღამეები და ნერვიულობა და ფიქრები ხო დამთავრდება იმიტომ რომ მოხდება თქვენი პროფესიონალიზმის აღიარება. იცოდეთ ეს, არ შეგეშინდეთ, გადეთ თუ ვინმე ხართ ინტერნეტში, შეიძლება ნახეთ, აი კიდე ვიღაცის ინფორმაცია. თქვენ დაუშვთ, აკეთებდეთ ვიდეოს, აკეთებდეთ რილსებს, აკეთებდეთ რაღაცებს, ხო? მაგრამ არ შემოდიოდა თქვათ ადამიანები, ნუ მაინც ფიქრობდეთ, რომ არავის არ აინტერესებს, მაგრამ თქვენ მაინც აკეთებდეთ მაგას და რო აკეთებდით იმიტომ რომ თქვენ მაინც თან სიამოვნებდეთ, ხო? აი იქნება თქვენი აღიარება აქ, უეჭველი იქნება, რომ უკვე დასტაბილურდება სიტუაცია, მოდით ასე ვთქვათ რა. ეხა ფინანსებს რაც ეხება. თქვენი, აი შეხედეთ იგივე რა, თქვენი ქმედება მიგიყვან თქვენ დიდ სიუხვესთან. ნახეთ, აქ შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცისთვის ნუ საჯარო გაშლა გვაქვს, შეიძლება ეხლა შეხედეთ, როგორ მუშაობს კიდე აი ეს თემა. რომ იძახიან, რომ არ იცვლებიან ადამიანები და იცვლებიან. 1,000,000% მე შემიძლია გითხრათ, რომ როცა თქვენ გოგოებო ხართ დაკავებული იმით, რომ მე მინდა, რომ ჩემ ცხოვრებაში რაღაცა შევცვალო, რაღაცა გავაკეთო მე თვითონ და გავხდე ჩემი ფასი გავიგო ბოლოს და ბოლოს ხო გავიგო ჩემთვის რა არის კარგი და რა არის ესე თქვა უფრო კარგი თქვენი პარტნიორი იცვლება, გოგოებო იცვლება არის ბევრჯერ ესეთი მომენტი, როცა ადამიანი შემოდის თუნდაც ტრენინგზე იმისათვის, რომ მე მინდა რომ თქვა გავიგო თქვა რა არის ეს, ნუ ამ შემთხვევაში ну მე ხო ვატარებ ახლა სურვილების ასრულებაზე ვატარებ თქვა ახლა ტრენინგებს ფულის ქალი და ფული და რაღაცა ეხლა არის აი საერთოდ ქალის ენერგიაზე ხო იმიტომ რომ ქალის ენერგიაში არის უდიდესი ძალა აი არის ბევრჯერ იყო ესეთი მომენტები რომ ადამიანი შემოდის იმისათვის რომ თქვა გაიგოს ეს ფულის ენერგია რა არის ამ დროს ურთიერთობაც ლაგდება და მისი პარტნიორი ხდება უფრო წარმატებული და ან სამსახურს ნახულობს, ან უფრო შემომტანი ხდება, ან უფრო მზრუნველი, იცვლება, ან საჩუქრების ჩუქებას იწყებს და აი ეს არის გაუგებრობა, რომ გაუგებარი. საიდან რატომ მე ხო ჩემს თავზე ვმუშაობ და ეს რა ხდება? აი ეს არის, გამიგეთ? ეს უნდა სინჯდე, ეს არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა. მე გთხოვთ. იმიტომ რომ მე მაგ აი უამრავი კურსები გამოვლილი და სულ სწავლობ და აი სულ ვუზიარებ ამ ჩემ ცოდნას იმას, ვინც ჩემთან შემოდის სივრცეში. რატომ ამაზე გამამახვილი ყურადღება? ნახეთ რა ხდება. ეს თუ ბიჭებო თქვენ ხართ, ის შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ძალიან კარგ ანაზღაურებას მიიღებთ. იმ საქმიანობას და რაშიც თქვენ დებთ ენერგიას. გოგოებო, აქ შეიძლება თქვენი მამაკაცი, ნახეთ თქვენი მამაკაცი ხო სივრცეშია თქვენთან. ის ნახავს ძალიან კარგ ანაზღაურებიან სამსახურს. სადაც იქნება ძალიან კარგად. ვიღაცა ესე რა ქვია, ნახავ ისეთ პროექტს სადაც აი თქვენი ქმედება მოგიტანთ თქვენ ძალიან დიდ ფულს რა.
აქ ძალიან კმაყოფილი რო იქნებით, მიხვდით? აქ ისეთი შემოსავალი გელოდებათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვიქნები, მაგრამ როგორც ანახეთ, აქ უკვე ცოტა კაცური ენერგიაც ერთობა, იმიტომ რომ კაცური რატო მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვფიქრობდი და მე მივიღე გადაწყვეტილება, კაცი ნამდვილი მამაკაცი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, უკვე იმას აღარ როგორ არის, აღარ გაიქცევა რა, მოდით ასე რომ ვთქვათ, ხო? всё, მე ვთქვი, მე გავაკეთე, მე მივიღე გადაწყვეტილება და ახლა გვერდხების დედოფალი მაინც იმპულსიურია, ხო ხვდებით რა? მე მინდა, მე ვიღებ ემოცია როგორი ემოცია არა იმის როგორც თქვათ აქვს იმის დასების დედოფალს, არა. აქ სხვანაირი, აქ ემინა მოდის როგორ იცით, უცბად მივიღე გადაწყვეტილება, უცბად მინდა გამარჯვებული ვიყო. ანუ უცბად მინდა რომ თქვათ რაღაცა გავაკეთო, ხო მივხვდით რა? ანუ მაგრამ ის რა ქვია, მეფე ეს უკვე ტიპი, რომელიც კიდევაც კი მივიღე ეს იმპულსი, კი მაქვს ახლა ეს უფრო თქვათ გადაწყვეტილება, მაგრამ მე კიდე დავფიქრდები სტრატეგია, ტაქტიკა, როგორ რანაირად გამიგეთ და უკვე ან დარწმუნებული ვარ, დარწმუნდა უკვე, ხო? და უკვე გააზრებულად რაღაცას აკეთებდა ეს ადამიანი, ხო? და ნუ ეს არის კაცების ენერგია, იცოდეთ რა, ქალები სულ სხვანაირად და გასწავლეთ მე ქალები სულ სხვა რამეზე იზიდავენ ფულს, მაგრამ შეიძლება თქვა თქვენი ქმედება რაღაც ადრენდელი მოგიტან თქვენ ახლა ამ ფულს რა. ნუ აქ სტაბილური რაღაც ძალიან დიდი ფული შემოდის, იმიტომ რომ ძალიან კმაყოფილი იქნებით. შეიძლება თქვა რაღაცა ან კიდევაც გეუბნე, ვიღაცა შეიძლება მიიღებს, აქ მიმკვიდრეობით რამეს მიიღებს, შეიძლება მამა დაგეხმარებათ, არ არის გამორიცხული, შეიძლება თქვათ ახლა ну თუ თქვათ ყავთ ისეთი შეძლებული მამა, შეიძლება მიიღოთ. ну ყველა ვარიანტში, ან თქვენი პროფესიონალიზმი იმდენად იქნება დაფასებული, რომ ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს თქვენ აქ ფინანსურად უეჭველი ამ კვირაში. აქ თქვენი ქმედება დაფასდება, თუ თქვენ დივანზე იწეგეთ, ეს არ არის თქვენი, მაგრამ ну გააჩნიეთ დივანზე წოლად შეიძლება და შეიძლება ეს ტექნიკაც ვიცი, როგორ შეიძლება დივანზე იწვე და ფული მოგივიდეს. მაგასაც თუ გინდა გასწავლეთ მერე. так, ურთიერთობა. უი, თქვენ ნახეთ, აი ესე იგი, აქ ლაპარაკი არის რაღაც იმპერატორზე, ჩემო სიხარულებო. დღეს სულ იმპერატორი თქვენ სივრცეში არის ვიღაცა ესეთი ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი. ნახეთ რა ხდება. აქ შეიძლება იყოს როგორი მომენტი. თუ იყო რამე, თქვათ, აი შეხედეთ როგორ საინტერესო. შეიძლება თქვენ ფიქრობდით, რომ აი აქ ან იქნება სიტუაცია, გადაწყვეტილებას იღებს. ერთი წამი შემოისე, всё. ნახეთ, აქ როგორი აქ მამაკაცი უბრალოდ იღებს გადაწყვეტილებას. ადამიანი, ნუ თან მყარი გადაწყვეტილებას იღებს თქვენი იმპერატორი, აი აქ და ხედავთ თუ არ ხედავთ, თქვენ ეს არ მომწონს, რომ ვერ ხედავთ. როცა ასეთ გაშლას ვაკეთებთ, ნახეთ რა ხდება. აქ არის როგორი სიტუაცია. აქ თქვენი მამაკაცი, თქვენი იმპერატორი რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ რომ ის ურთიერთობა, რომელიც არის ეხლა თქვენ შორის, მას არ მოსწონს და რატო? ხედავს ეს ადამიანი, რომ რაღაცას ანუ თქვენ აძლევთ საშუალებას, ის არ იღებს. და რო არ იღებს, ნახეთ, აქ ნუ ძალიან ისეთ ენერგიაში არის, როგორ იცით, აი ვნერვიულობ, შეიძლება თქვენ დაუშვათ, ნახეთ, უფრო ფული უფრო თქვენ გაქვთ, ნუ აქ უეჭველი და ამას არ აქვს და ეს სიტუაცია მაგას არ მოსწონს. გამიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ საერთოდ მამაკაცი ახლა 1 ლარით, 1 ევროთი და 1 დოლარით ვინც ადახართ, ხო? უნდა გქონდეს მეტი. როცა არა აქვს, ეს ძალიან მაგას, ნუ აწუხებს, ეგ ერთი, მეორე კიდე. თუ დაუშვათ, ახლა დრო შეიცვალა, ხო? ხედავს ეს ადამიანი, რომ თქვენ გულით, სულით ხართ მისკენ, ხო? თქვენ არ იცით კიდე რა გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვა, ნუ დაუდგეთ გვერდში, ხო?
აი აქ ამ ადამიანთან იქნება როგორი მომენტი, იცით, თითქოს მიხვდება ეს ადამიანი, თითქოს კი არა, მაგრამ უნდა მიხვდეს, იმიტომ რომ აქ საერთოდ ხუთიანი არის რა, როცა კრიზისული სიტუაცია აქვს ადამიანს, ძალიან კრიზისული, მით უმეტეს მამაკაცზე გვაქვს ჩვენ აქ საუბარი და მამაკაცები საერთოდ არიან მატერია და მაგათ ეხლა ქმედება არიან და ეგენი მაგათი გრძნობები და ყველაფერი სხვანაირად მუშაობს, ეს ყოველთვის მასეა. იმიტომ რომ მაგენი აი იმიტომ არის აი თქვა საჩუქარი ყვავილები რაღაცები თქვა ეხლა დროს ჩადება ხო რაშიც დებენ ეგენი ენერგიას დროს ფინანსებს აი იმას აფასებენ ნუ უყურებთ კაცებს თქვენ ძალიან გთხოვთ ისე როგორც თქვენ ხართ რა აი მე მაგალითად გული მეტკინებოდა აი მე მაგალითად ვინერვიულებდი აი მე არ არის ეგრე ნახეთ რატომ აი უბრალოდ პატარა მაგალითს გეტყვით რატომ ქალები და კაცები სხვანაირად არიან გრძნობებში. კაცი იმიტომ აქ ჩადებული მასში თქვათ, აი არ არის თქვათ შიში ნაკლებად აქვს, ხო? გრძნობიარები არ არიან იმდენად რა. რატო? იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, როცა აი ადრე, ხა ქართულად ვერ ვეტყვი ეს როგორ არის თქვათ ეს რა ქვია პირობიტნეებში თუ რა, როცა ადამ და ევას დროინდელ პერიოდში მოდეთ ასე დავარქვე, მიხვდებოდეთ თქვენ ახლა. ანუ ნახეთ, კაცი მიდიოდა სანადიროდ. კაცი მიდიოდა იმისთვის, რომ მოეპოვა იქ თქვათ, ნუ მოინადირა და მოეტანა სახლში საჭმელი და რაღაც, ხო? ანუ რომ ყოფილიყო ქალები გრძნობია, რომ თაგვეს ეშინია, ხო, თაგვეს რატო ეშინია ქალს, იმასაც ისეც შემიძლია გითხრათ. და ის რა ქვია და წარმოიდგინეთ ახლა რომ იმას რომ შიშები რო გქონდეს ხო აი არა აქვს შიშები იმიტომ რომ აი ასე შექმნა ბუნება ეხლა ნახეთ ქალი მგრძნობიარე რატო არის უფრო იმიტომ რომ ქალი აჩენს შვილებს და ქალი რა თქმა უნდა ზრუნებს შვილების სიცოცხლეზე რომ ბავშვს არ შეცივდეს არ თქვათ მშიერი არ იყოს და გრძნობიარე უფრო მგრძნობიარე კაციც რომ მოდის უნდა თქვათ მისის მაგას ეს თავისი ალერსი სითბო და ასე შემდეგ. გამიგეთ, აი ეს როგორ არის სითბო, მე მოგიტან შენ შეშას, შენ დაანთე და სითბო დავანთე შეშა და მივიღე სითბო. აი ესე არის აი ბანალურად რო აგიხსნათ, კაცი მოვიდა, ანუ მოგიტანა შენ ახლა საჭმელი საცმელი, შენ ახლა გამიკეთე და გული გამითვე მაგეთ. აი რაღაცა ეგეთი მინდა უბრალოდ რომ თქვენ ჩაწვდეთ იმ დონეზე რომ არ არის ერთი და იგივე ქალის და კაცის გრძნობიარება. იმიტომ ამას ასე დაწვრილებით გიხსნით რომ ეს არის უკვე ტრენინგზე შევედე ღმერთო. ანუ ეს არის უკვე როგორი სიტუაცია, როცა უკვე მამაკაცი ხვდება რომ ნამდვილად მე არ მომწონს ის რომ მარტო ჩემი გოგოს განამოდის ეს ყველაფერი ხო ხვდებით რა. და აი აქ უკვე თვითონ იღებს რაღაცა გადაწყვეტილებას ისეც რომ მე მინდა სხვანაირად მოვიქცე. შეიძლება თქვა აქ დაუშვათ რამე სამსახურსაც ნახავს. აი აკაც ხო თქვით რომ შეიძლება თქვენი მამაკაცზე ელაპარაკი ხო? ანუ სხვაგვარად უნდა რომ შეხედოს სიტუაცია. ეს შეიძლება ქმარიც იყოს, შეიძლება უბრალოდ თქვენთვის მნიშვნელოვანი მამაკაცი რა. ეს ვისთანაც თქვენ მართლა ძალიან ისეთ მყარ ურთიერთობაში ხართ რა. და აი აქ ნუ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ახლა თუ დაუშვოთ თუნდაც ახლა თქვენ თუ ეს ადამიანი არ გამოდის კავშირზე და თქვა შეწყვიტავს ამ ურთიერთობას, ეგაც იცოდეთ რატომ? იმიტომ რომ მაგისტრის უკვე მიუღებელი არის შენგან მიიღოს ფინანსური დახმარება. იცოდეთ რომ თუ გინდა დაკარგოთ კაცი, მიეცით მაგას ფული და უთხარით რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ჩემთან იყავე. ეს არის კაცის სიტყვები და არა ქალის. თუ გინდათ ამ დაკარგვა კაცის, ეს შეგიძლიათ უთხრათ. რომ იმიტომ რომ კი ზოგი ამით ისარგებლებს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მაგას ამოუვა ყელში, შეძულდები და ადამიანი წავა თქვენი ცხოვრებიდან. ეს დაიმახსოვრეთ კარგად რა. თუ თქვენ კაცს აკონტროლებთ, თუ თქვენ კაცს ყოველ წამს, ყოველ წუთს ურეკავთ და სადახარ ვის ქვეშ ხარ და ვიზევით და აი ეგრევე იცოდეთ რომ ესეც კაცი ყველა ვარიანტში წავა.
გეუბნებით, რომ ესე რა ქვია, ეს გაფრთხილება და ისე ეხლა დავუშვოთ, აი აქ უფრო რო ვკითხე, კიდე ნახეთ, რომ აი ნამდვილად ეხლა ამ ადამიანს შეიძლება ზოგი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ არ მინდა დაკარგვა ურთიერთობის და ამიტომ მე თვითონ რაღაცა უნდა შევცვალო. ან სამსახური ვიპოვო, ხო? ან დავუშვოთ რაღაცა მე თვითონ მინდა რომ რამე ან საჩუქრები ვაჩუქო, რაღაცა მინდა გავაკეთო, ხო? რაღაცა მინდა გავაკეთო ისეთი, ხო, რომ აი ნამდვილად რომ ვიყოთ კარგად, გამიგეთ? ნამდვილად ვიყოთ კარგად. აქ შეიძლება ზოგთან კიდე იქნება ჩამოსვლაც არის, თუ სადღაც მანძილზე არის, შეიძლება აქ ადამიანი ბევრს იფიქრებს და შეიძლება აი ეს სითბო, რომელიც არის, თქვა, თქვენ როცა ერთად ხართ, მაგას მოაკლდება და აუცილებლად მოვა თქვენთან და შეიძლება აი იტყოს, რომ აღარ მინდა ეს მანძილი, აღარ მჭირდება უკვე, всё, აი იცის, რომ მაგას ელოდება თავისი ვარსკვლავი, იცის, რომ სადაც არის მისი დედოფალი, იქ არის ეს არის სითბო, იქ დუხს ცხოვრება და გადაწყვეტილებას აქ მიიღებს, რომ მე მინდა ჩემი კი, აი აქ დაფიქრდება, სხვა შეიძლება ძალიან მაგრად დაფიქრდება ეს ადამიანი და გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ მხოლოდ თქვენ ხართ ის ქალი, ვისთანაც ეს ადამიანი არის, აი თქვა, გრძნობს თავს კარგად. და აქ ნახეთ სიტუაცია, რომელიც შეიძლება ზოგთან იყო გაყინული, დალღვება კი არა, ძალიან დალღვება, ადამიანი კიდევაც გამოჩნდება, კიდევაც რაღაცას ისეთ რამე შეიძლება გეტყვეს, რასაც ვერ გეუბნებოდა. თუ იყო დუმილში, იქ იმდენი რამე მოიფიქრა, მაგრამ მიხვდა აწონ-დაწონა და მიხვდა, რომ მხოლოდ თქვენგან იღებს ენერგიას, მხოლოდ თქვენ აძლევთ მაგას ისეთ სიხარულს და სიყვარულს, ანუ აქ ნახეთ რას დაიჭერს თავის მდგომარეობას თქვენს გვერდით. გამიგეთ, რაც არის მნიშვნელოვანი და ეს სიტუაცია, რომელიც შეიძლება იყო გაყინული, დალღვება, კი ბატონო, დალღვება და აქ უკვე მიდიხარ თქვენ რაღაცა ძალიან მაგარი სტაბილურობაში. ამ კვირაში რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაციები მოხდება, მე უკვე აქ ისე წავედი, რომ გარჩევაში შეიძლება ეს გაგრძელდეს კიდევაც მერე იქითაც რა. ყოველ შემთხვევაში აქ უმრავლესობა მიდის ძალიან სტაბილურობისკენ და აქ შეიძლება გეუბნებით იმით, რომ ადამიანი, თქვენი მამაკაცი იფიქრებს იმას, რომ მეც უნდა გავაკეთო რაღაცა იმისათვის, რომ თქვა, აი ჩემი ქალი გავახარო, რაღაცა გავუკეთო, თქვა, ხო? ზოგი შეიძლება აქ დაბრუნებაც შეიძლება იყოს, სხვათა შორის ვიღაცასთან ოჯახში, თქვა, ვიღაცასთან კიდე ნახეთ რა შეიძლება იყოს, ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს, თქვენი პარტნიორი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიხვდება, რომ თქვენი ენერგიის გარეშე შეუძლოდ არის და უნდა რომ თქვენ იყოთ სულ მის გვერდით, ხო? და ამიტომ შეიძლება აქ ვიღაცა თქვათ, ეხლა თუ ადრე მაგაზე არ ფიქრობდა, დაუშვა და მარტო იღებდა თქვათ, სითბოს და უკან არაფერს არ აძლევდა, აქ შეიძლება კიდევაც მოვა და გეტყოს, რომ მე გადაწყვეტილება მივიღე და ცოლად გამომყევი, იმიტომ რომ ხვდება, რომ ის კი არა, რომ შენი ენერგია, თუ ეხლა თემაში, კი შეიძლება გითხრას, რომ შენი ენერგიის გარეშე არ შემიძლია. მაგრამ თუ არ არის, შეიძლება მოვიდეს და გითხრას, რომ ბევრს ფიქრობდე და მივხვდი, რომ მხოლოდ შენ მავსებ მე და ამიტომ მე მინდა, რომ ეს ჩემი იყოს რა, ეს ენერგია და აქ შეიძლება ან ერთად ცხოვრებას შემოგთავაზებს, ან დაუშვოთ ახლა ვიღაცას შეიძლება даже წახვალთ კანონიერ ურთიერთობაში. всё, ჩემო ლამაზებო, აგერ თქვენ მზე კიდე ბედნიერ კვირას გისურვებთ, ბედნიერ დღეებს გისურვებთ, მე გელოდებით ჩემს სივრცეში, როგორც ყოველთვის. მიყვარხართ ძალიან და დაწერეთ ახლა კომენტარებში, რომ აი მე მინდა ახალი ცხოვრება, მე მინდა სიუხვე, მე მინდა რომ შევცვალო ჩემი ცხოვრება და უკეთესი გახდეს და გელოდებით ყველას ტრენინგზე ჩემო სიხარულება.